ანა გოგოლაძე კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი პარტია ახალის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეა ჩვენი გადაცემის სტუმარი საღამოშვიდობისა. Აი ახლა უსმენდით ამ სიუჟეტში კარგად იყო გადმოცემული რომ სამიზნე არის აბსოლუტურად ყველა. აქ უკვე დაასახელეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასე რომ არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. Როგორ ფიქრობთ მაინც და რამდენად არიან პარტიები მზად ამისთვის რომ ის ნებისმიერ შეიძლება შეეხოს ერთ პარტიაში არა მხოლოდ გამოკვეთილ ლიდერებს, არამედ ყველა დანარჩენს. ფიქრობთ თუ არა ამაზე და გაქვთ თუ არა ასეთი მოლოდინი მართლაც, განსაკუთრებით ბოლო 2 დღისა ამ განცხადებების შემდეგ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რეპრესიები ამ ქვეყანაში სინათლის ხივის სიჩქარით ვითარდება და ეს არის ზუსტად რეჟიმის ამოცანა. პირველ რიგში სანამ ამ კითხვას გავშლიდეთ, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო გუშინ და არა მხოლოდ გუშინ ამ დღეების განმავლობაში დაკავებულ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებიც შესულები არიან აბსოლუტურად გააზრებულ ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს არის პასუხისმგებლობა პარტიის იმ წევრების და ამ წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების, რომ იგივე პათოსით და იგივე გზით გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის არათანამშრომლობა, ეს არის ბოიკოტი, ეს არის პრინციპულობა. რისთვის ზიან ხო ისინი ციხეში რეალურად და რისთვის უპირებს რეჟიმი ყველას დაპატიმრებას. ეს გუშინ გააკეთა ეს განცხადება კობახიძის განცხადებაში იკვეთებოდა, ყველა ვინც არ ითამაშებს რეჟიმის წესები და არ მოექცევა რეჟიმის მიერ დაწესებულ ჩარჩოებში და დადგენილ ჩარჩოებში, რაც ფორმალურად მათ მისცემს რაღაცა ტიპის აღიარებას და ლეგიტიმაციას, ყველა გაუდგება ციხის გზას და ყველა გახდება პოლიტიკური პატიმარი რეჟიმის. ხო, რეალურად ეს ადამიანები დაწყებული მათ შორის ნოემბრის, დეკემბრის აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებით დამთავრებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები და კიდევ იმ ახალი სიით, რომელიც დაანონსა დღეს გივი მიქანაძემ და არა მხოლოდ გივი მიქანაძემ, ხო, ლიდერების შემდეგ უკვე მოდიან უკვე პარტიის სხვა ლიდერები ამ შემთხვევაში, თავმჯდომარეების შემდეგ, ყველა ეს ადამიანი რას უანონსებენ და რატო უანონსებენ, ხო? იმიტომ ისინი არ შედიან რეჟიმის მიერ დადგენილ შეიძლება ეს მივიდეს, აი მე კითხეთ მოლოდინზე, გააქვთ ეს მოლოდინი პასუხიდან იკვეთება, რომ ყველა უნდა იყოს ამისთვის მზად. ნამდვილად. მაგრამ ამასთანავე ეს გვინდა არ გვინდა, კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რაც გადაიდგა და წავიდნენ ციხეში, სხვადასხვა ფორმით, ზოგი თავად მივიდა საკანთან, ზოგი ოფისიდან გაიყვანეს, მაგრამ ასუსტებს თუ არა ეს პოლიტიკურ სტრუქტურას, მთლიანად პოლიტიკურ პარტიებს. ეს არ არის მარტივი საკითხი, როდესაც ლიდერები მოწყვეტილი არიან თავის პოლიტიკურ ძალებს. მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რაც ახლა არის პოლიტიკურ ველზე, ხო, რაღაც საკითხებზე შეთანხმება უნდა შედგეს. ისედაც ჭირდა და ლიდერების არ ყოფნის პირობებში ეს შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს. კი ბატონო. პოლიტიკურ პარტიებს ასუსტებს ერთი რამ. განსაკუთრებით, როდესაც პროდასავლურ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მყოფ პარტიებზე არის საუბარი. ეს არის, როდესაც ისინი ცილდებიან და შორდებიან ხალხის დაკვეთას და პროტესტის დაკვეთას ამ შემთხვევაში და შორდებიან თავიანთ ხალხს. თუ რამე დღეს დაგვასუსტებს რეჟიმის წინააღმდეგობაში მყოფ პარტიებს, ეს არის ჩვენ თუ დავშორდებით იმ გზას, რაც გულისხმობს რაიმე ტიპის ფორმალურ თუ არაფორმალურ გარიგებას, რაიმე ტიპის თანამშრომლობას, კოლაბორაციაში შესვლას, ხომ და მოჩვენებით დემოკრატიაში და ფარში თანამონაწილეობას. აი ეს დაგვაშორებს ხალხისგან და შესაბამისად დაგვასუსტებს. ბუნებრივია, ახლა მესმის თქვენი კითხვა რასთან მიმართებაში შეიძლება იყოს სტრუქტურულად, ფინანსურად. ყველანაირად ეს კაცი ხომ რაღაცის გამო იჭერს ამ ხალხს, ხო? იმისთვის რომ დაგასუსტო. ცალსახად. თუ არ დავსუსტდებით, შემდეგი ეტაპი არის დაანონსებული, რომ აიკრძალებიან პოლიტიკური პარტიები და ის ადამიანები, ვინც უბრალოდ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებში ოდესღაც რაიმე ფორმით თანამონაწილეობდნენ, ხომ? ამის ვერ დააფუძნო შემდეგ პარტია. ცალსახად, აი დღევანდელი ნარატივი, რაც გივი მიქანაძემ გააჟღერა, ხომ? კომისიაზე, ღალატის კომისიაზე რა იყო, რომ ამ ხალხს გამოაცხადებენ სახელმწიფოს მტრებად დიდი ალბათობით და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, რომელიც ის არის ის ფასი, რაც ქართულმა ოცნებამ უნდა გადაახდევინოს ქართულ ხალხს მათ მიერ კონსტიტუციის დარღვევისთვის, ადამიანის უფლებების შელახვისთვის, დემოკრატიის
მოსპობისთვის ამ ქვეყანაში გადააბრალონ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა ერთადერთი ამოცანა არის ამ ქვეყანაში მიღწეულის შენარჩუნება და ეს და არასამთავრობო სექტორსაც, მედიასაც, ყველას მედიაც ახსენეს დღეს მათ შორის. ვინც არის წინააღმდეგობის მოძრაობაში, ყველას ეხება. აქ უკვე აღარ არის და თქვენი კითხვა იყო სადამდე მივლენ და სადამდე ჩავლენ. ჩავლენ იქამდე, სანამ ამ ქვეყანაში იარსებებს უკანასკნელი პროტესტის ხმაც. ეს ლიდერებზე აღარ იქნება და კონკრეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე თუ ტელევიზიების ხელმძღვანელებზე და კონკრეტულ ჟურნალისტებზე ხომ ჩავლენ თითოეულ მოქალაქემდე. ხო, ჩვენი ინტერესია რომ ვერ ჩავიდნენ იქამდე, ვერ მიაღწიონ ხომ ამას აქედან გამომდინარე შეკითხვა, რომელსაც ყველანი ვსვამთ არის ის, როგორ უნდა გაუწიოთ ამას წინააღმდეგობა, ქმედითი წინააღმდეგობა. პროტესტი რაც არის ვხედავთ, პოლიტიკური პარტიების პოზიციებსაც ვხედავთ, მაგრამ შეკავების მექანიზმად რა გესახებათ შეგიძლიათ მითხრათ, რომ ეს ვერ გააგრძელოს. ახლა ვიღაც უყურებს ტელევიზორს, მივიდა ივანიშვილის პოლიცია, გამოიყვანა ვიღაც ოფისიდან, ჩასვა ციხეში და მე რა იცვლება პროტესტისთვის ამით, რითი სუსტდებით და რითი ძლიერდებით და აი ამ შეკითხვაზე თუ გაქვთ პასუხი. რეჟიმი იქცევა ყველგან ერთნაირად და ავტორიტარიზმის ხელწერა არის ყველგან ერთნაირი. ეს არის რეპრესიები ამ შემთხვევაში, მაგრამ ხალხი იქცევა განსხვავებულად და ხალხის ქცევას და ამ ხალხში იგულისხმება როგორც პოლიტიკური სუბიექტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, აი მათ განსხვავებულ ქცევას თითოეულ ქვეყანაში და თითოეულ შემთხვევაში მოაქვს ცვლილება. ეს არის ახლა ჩვენზე დამოკიდებული, აი ამ სტატუს ქვოში, სადაც ქართული ოცნება ნამდვილად არ არის გამარჯვებული და ის არის ძალა, რომელიც თავდასხმით ცდილობს რაღაცა ტიპის პოლიტიკური ჯავშნის გაკეთებას ამ შემთხვევაში. ჩვენზე არის უკვე ეს სულა რეალურად, რა სულა გვექნება. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს მკაფიოდ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან აწუხებს არაღიარება ხომ და ლეგიტიმაციის ნაწილი ძალიან აწუხებს თითოეული მისი განცხადება და თითოეული მისი ქმედება აქეთკენ არის მიმართული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს პოლიტიკური ლიდერები სხედან ბიძინა ივანიშვილის საპატიმროში იმიტომ რომ მათ არ ითამაშეს ქართული ოცნების თამაშის წესებით მათ არაღიარეს არც პარლამენტში შესულით არც დაფინანსების აღებით არც კომისიაზე მისულით ხომ არაღიარეს არც ერთ ნაწილში და არც ერთ სფეროში ქართული ოცნება ხომ არც ერთ სივრცეში ამ შემთხვევაში შესაბამისად თუ ვიცით რომ ეს აღიზიანებს, აწუხებს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ რეალურად ჩვენი ქმედებები. ერთი არის, რომ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკური მოცემულობაა და ამას კარგად ხედავს ყველა აქეთ რუსეთ-უკრაინის ომი. ხომ იქით ისრაელი, ირანის სამხედრო დაპირისპირება, სადაც ამერიკა შესული არის თავის თანამონაწილეობით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც გუშინდელი, რომელიც გავრცელდა თქვენი ეთერით, ნათლად მიუთითებს, რომ აი ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ მოცემულობის მიუხედავად, სადაც ჯერჯერობით ჩვენზე აქცენტი იმდენად არ არის გადმოტანილი, მაგრამ ამის დრო აუცილებლად მოვა. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის აი წინააღმდეგობის გაგრძელება და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში კარგად იკვეთება, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ არის ქართული ოცნების მოკავშირე და ისინი არიან ქართველი ხალხის მოკავშირეები. კარგით, ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მე ვახსენე გამოწვევები და ვიცით ყველამ რა არის ეს გამოწვევები, თვითმმართველობის არჩევნების საკითხი და შეუთანხმებლობა ამ თემაზე ჯერ კიდევ. ფრაგმენტაცია ოპოზიციის ყველაზე მეტად ხელისუფლებას რეჟიმს აძლევს ხელს, ხო, ამაში ვთანხმდებით. იცით როგორ უნდა პარტიებმა როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს უთანხმოება. ერთმა ნაწილმა უნდა თქვას რომ არა მე არ ვიყავი მართალი და შენ იყავი მართალი ან პირიქით ან სხვა გზით უნდა მოხდეს დაახლოება. ჩანს თუ არა პერსპექტივა იმის რომ ეს საკითხი უბრალოდ გადაწყდება ერთხელ და სამუდამოდ ან ასე ან ისე. აი რაიმე წინსვლა არის ამ მიმართულებით. ამდენი ხანია ვსაუბრობთ. რაიმე პროგრესზე შეგიძლიათ გითხრათ დღეს? ერთი მნიშვნელოვანია რომ ამ წინააღმდეგობაში ერთობა პროდასავლური პარტიების, რომლებიც არიან რეჟიმთან ბრძოლის ავანგარდში, ამ პარტიების ერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ოღონდ ეს არ არის ფორმალური ერთობა, შევიკრიბეთ სურათი, გადავიღეთ, თქვით რომ უბრალოდ შევიკრიბეთ და ასე შემდეგ. ეს არის პრინციპების გარშემო ერთობა და პრინციპულობა და სიცხადე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სიცხადე და პრინციპულობა დღეს გადის თვითმმართველობის არჩევნებზე და ამ ფორმით ამ თვითმმართველობის არჩევნების სახელით ესე იგი ცნობილ სპეცოპერაციაში არ შესულა. ჩვენ კოალიცია ცვლილებებისათვის დიდი ხანია მიღებული გადაწყვეტილება, რომ
არ ვიღებთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ახლა არის ჯერი კონკრეტულ პარტიებზე, რომლებსაც არ აქვთ თავიანთი პოზიცია ბოლომდე ფორმირებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთობა, ყველა ამბობთ ამ სიტყვა ერთობას, მაგრამ როდესაც საქმეზე მიდის, მან დარჩანს ეს ერთობა. აი ამ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. მე ვერ ხედავ, რომ რამე შეიცვალა. თქვენ ხედავთ, რომ რაიმე პოზიციები დაახლოვდა, როგორ წარმოგიდგენიათ ერთობა, თუ კი იმ საკითხზე ვერ ყალიბდებიან პოლიტიკური პარტიები, როგორ მოიქცნენ არჩევნებთან დაკავშირებით. გეთანხმებით, ეს არის დამატებითი ფრუსტრაციის და ჩვენ ბრძოლის მხარეს დასუსტების ერთ-ერთი გამოწვევა, რამაც შეიძლება დაასუსტოს ეს ბრძოლა ჩვენ მხარეს და დაგვასუსტოს. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პარტიებში დღეს, რომელსაც გადაწყვეტილება ბოლომდე არ აქვს მიღებული, განვითარებული მოვლენების ფონზე და დამძიმებული მდგომარეობის ფონზე, აქ თქვენ ახსენეთ, რომ აღიარებენ შეცდომას, არ აღიარებენ. შეცდომა ჯერ არავის არ აქვს დაშვებული ამ მიმართულებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შეცდომა არ მithქვავს, მე ვამბობ, რომ ან ერთმა მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან მეორე, აი თავისთავად ეს სიტყვებიც რომ მხარეებად იყოფა უკვე ესეც პოზიცია უნდა შეცვალოს ალბათ კონკრეტულმა ორმა პარტიამ, ეს ეხება გახარიას პარტიას და ეს ეხება ლელოს, სადაც ბოლომდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ არ ვაპირებთ. სხვა გამოსავალია არა, რომ ვიღაცამ უნდა შეცვალოს. ეგ არის გამორიცხული ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიჯერა რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლით. თქვენ არ შევცვლით პოზიციას. ჩვენ არ შევცვლით პოზიციას, იმიტომ რომ ჩვენ გვიჯერა რომ გამარჯვების გზა გადის არ აღიარებაზე და არ თანამშრომლობაზე. ეს არის ჩვენ ნაცადი გვაქვს ვახო ყველა გზა. აი 13 წლის განმავლობაში ერთი ბრძოლის ტაქტიკა გქონდა არჩევნებით მოგვიგო ქართული ოცნებისათვის. მაგრამ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში აბსოლუტურად 360 გრადუსით დამძიმებული, შემოტრიალებული და დამძიმებული მოცემულობა გქონდა. ეუთო არჩევნებს აღარ აკვირდება, CSKO-ს პირობები ხო შესრულილია, დამკვირვებლები ვეღარ შევლენ, ან თვითმმართველობის კოდექსი გაუარესებული არის, ანუ კატასტროფული მოცემულობა გვაქვს და ჩვენ ახლა ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ აი კატასტროფული მოცემულობის ფონზე, ხო, ამ რეპრესიების ფონზე, პოლიტპატიმრები ციხეში, ლიდერები ციხეში, არ ჩანიშნული ახალი არჩევნები, ნიჰილიზმი, რომ თბილისი რომ გამოუგლიჯოთ, ამით რეჟიმს ცვლით? თბილისი რომ გამოუგლიჯოთ კიდევაც. სულ რომ გავერთიანდეთ, ეს რას ცulis ქვეყანაში? ცulis რამეს სასამართლო სისტემა აღარ იქნება ისეთი როგორიც არის ეს უკვე სხვა საკითხია, ანუ თბილისის მოგების შემდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ თავად თბილისის მოგება იმ აღწერილ პირობებში შესაძლებელია თუ არა, ეს არის სწორედ თქვენი, ანუ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი ერთმანეთში. 2020 წელს ბელარუსში ჩაატარეს კვლევა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ახლა კვლევები აღარ ტარდება. ხო? წიხანოვსკაიას ჰქონდა დაახლოებით 60%-იანი, 60-დან 80%-ამდე მხარდაჭერა და ლუკაშენკოს ჰქონდა დაახლოებით 13%-იანი მხარდაჭერა. ვინ გაიმარჯვა? არჩევნებში, ბჭყალებში ლუკაშენკომ რა თქმა უნდა და შემდეგ გაანადგურა მთელი ოპოზიცია ფიზიკურად. ეს არის ამბავი ზუსტად. ამიტომ ამ ფარში შეყოლა არის მხოლოდ ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დასაწყისი. უღრმესი მადლობა.